კიდევ ერთი მტკივნეული თემა, ძმის ამბავი, რომელიც თქვენთვის იყო ყველაფერი. საუკეთესო მეგობარიც, არა მარტო ძმა. მისი წასვლა იყო ჩემთვის მეხის გავარდნა. პირველად როცა არ მესიამოვნა მამა ჩემი ზარი. იმიტომ რომ ვერავინ ვერ დარეკა ჩემთან. ადამიანი არ იყო, ვინც მე მაგას მეტყოდა. და ისევ მამამ აიღო და მითხრა ორი სიტყვა. რისით მეშინოდაო, ის მოხდაო. და გამითიშა. მივხვდით რა გეუბნეო. მივხვდი და ყველაზე ცუდი მომენტი, რაც მახსოვს, დედას უმზადებდი საუზმეს, ეს იყო დილის 9-ის ნახევარი. და მიყურებს დედა. და დედა ჩემი იყო როგორი შეყვარებული, იცი მამა ჩემზე, რომ გაიგებდა მის ხმას, აი უკვე თვალებში ეწყებოდა ნაპერწკალი და რომ ის ელოდებოდა, რომ ანუ გადავცემდი ყურმილს და ეხა ის თვითონ მოესიყვარულებოდა და მიყურებს როგორი თვალებით, იცი რომ რაო დედა მამამ და ეხა წარმოგიდგენია მე არაფერი დედა მეუთხარი რაღაცაზე დამირეკა რაღაცა ჭირდებოდა და ეს თამაში ყველაზე მძიმე 4-5 საათი იყო ჩემ ცხოვრებაში ადამიანს როცა გინდა ღრიალი ბოლო ხმაზე და როცა გიყურებს ავადმყოფი დედა შვილმკვდარი დედა უკვე და იცი რა უნდა ითამაშო რომ და მეუთხარი რაღაცა ბორჯომში ვიღაცის დაბადების დღეა და მოკეთ მოგვიწევს წასვლა მეთქი ну რა თქმა უნდა ჯერ დედა გავამგზავრე ის ვერაფერს ვერ მიხვდა და მე კი ის ხმა ამოუშვი რაც მინდოდა და გავთიშულ ვარ ეს არ მახსოვს და რა ვიცი მამუკამ შემაგუა ყველაფერს მამუკასთან ხშირად საუბრობდით ყოველდღიურად ხო რამდენიმეჯერ ეკავა ეს არანორმალური ურთიერთობა იყო ნიკა ალბათ ზე ურთიერთობა იყო ზე დედმამიშვილობა იყო და მე დღესაც ვინმე რომ მაცნობს რომ ჩემი დედმამიშვილია მე თვალით ცრემლით მევსება იმიტომ რომ ჩემთვის იყო ნომერ პირველი და მე დღესაც სულ ვამბობ რომ მე მისი და ვარ და ვიქნები ბოლომდე რა თქმა უნდა ის თვითონ ეგრე ამბობდა რომ ეტყოდა რომ თქვენ არა გენაცვალე ის ჩემი და მართლა ის კაცი იყო რომ მე ნამდვილად მისი და ვიქნები ბოლომდე ბოლოს როდის დარეკა და რა გითხრათ ბოლოს დამირეკა წინა საღამოს, იმიტომ რომ მე მქონდა სიცხე, რაღაცა ვირუსი მქონდა და საკმაოდ მაღალი სიცხეები მქონდა და რატომღაც მითხრა ესეთი ფრაზა, რომ მე არავის აღარ უყვარვარ. მე ვთხარი არ გწვენია მეთქი მამუკა თქო. მე თქო. აი იცი როგორი რაღაცნაირად თითქოს რაღაცა ყველა რაღაცას ემშვიდობებოდა. და ნუ ბევრი ვეფერე, ბევრი ვესიყვარულე და რაღაცნაირად დავემშვიდობე. მე კიდე გადავრეკე ჩემ ძალთან და მითხრა რომ უკვე დაწვა დაიძინა და ეს იყო მისი სამუდამო ძილი, რომელიც გადაეზარდა, ასე ვთქვათ, და გადაინაცვლა მარადილ სასუფეველში. კი, მაგრამ ამბობენ რომ ეს არის ძალიან ბედნიერი გარდაცვალება და ერთეულებისთვის ყოფილა ესეთი გარდაცვალება. 7 უმტკივნეულო ალბათ ეგრეა. ძმის, დედის და მამის გარდაცვალების შემდეგ ფიქრობდით რომ სიმღერას ვეღარ დაწერდით? არც სურვილი არ მქონია. არც სინანული არ მქონია რომ ვერ დავწერდი. რაც აქამდე შევქმენი და გამაკეთებინა უფალმა, მადლობა ამისთვის. ესე ძალიან ბევრია ერთი ადამიანისთვის. თუ ვერც დავწერ, არც ეგ არ არის ტრაგედია. აღარ დაგიწერიათ ამის შემდეგ სიმღერა? იცი რა, ბოლოს დავწერე ისე ძლიერ შეგიყვარე, რომელიც მიუძღვენი ჩემს შვილებს და ზოგადად დედაშვილობას მიუძღვენი ეს სიმღერა და ფოტო იყო ინსპირაცია. რაღაცა საოცარი ფოტოა, რომელიც ძალიან მიყვარს. ლუკა მაჩუკა, ჩვენ სამნი ვართ. ლოგოსავით გახდა ჩვენ სახში. პირველი ვინ ჩემოდის, ყველას ეს ვაიმე როგორი სურათია და ეტყობა რაღაცა აქ ამ სურათს ის სითბო რაც გადმოდის და ნუ ჩემთანაც შემოაღწია იმ გაციებულ სულში, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად ვიცი ხანდახან ჩემ თავზე ძალიან ბრაზდები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუკეთე, ალბათ არ ვიცი მომღერალი თუ დარჩა, ვისაც მე არ შევეხე, ვისაც მე არ გაუკეთე, ვისაც თუ ვინმეს რამე ჭირდებოდა, ყოველთვის ყველას გვერდზე ვიდექი. ერთადერთი ვერ გაუკეთე ჩემ შვილებს. როცა მათ დავჭირდი, მე უკვე ძალიან, ასე ვთქვათ, თუმცა თქვენ იმდენი გაქვთ გაკეთებული. არა, ხო, მაგრამ მაგარი სიმღერა რომ მათთვისაც კი, მაგრამ ხო შეიძლება და რაღაცა შვილებისთვის, აი, იმიტომ რომ მათთვის ეს იმხელა სტიმულია. და ნუ აი რაღაცნაირად ეს იყო ეს სიმღერა, რომელიც ასე ვთქვათ მოვახერხე და ბიჭებს ჩემგან ესე კონკრეტულად მათი სიმღერაა და ძალიან უყვართ ეს სიმღერა და მე ძალიან მიყვარს, როცა რაღაცა ან მე არა ვარ, ან ბიჭები არ არიან და ესე ცოტა რაღაცა პაუზა გვაქვს და მიდი მოვდივართ. სულ რაღაცა ჩემთვის რომ მომენატრებიან ეს სიმღერა არის რაღაცა შემაერთებელი რა და სულ გძნობ რომ სულ აქ არიან, სულ.
ისე ძლიერ გინადრე ისე ძლიერ ჩაგიგარი რომ სიცოცხლე